ძალიან ბევრ უსამართლობას გადავწყდომილ ვარ და იმედგაცრუებაზეც მისწავლია. ხეზე ვინც ადის ის ჩამოვარდება, ხო? თუ არ გადი რინგზე, ვერც წააგებ და ვერც მოიგებ. ყველაზე დიდი ანდერდოგი ვიყავი მე, მე ვიყავი მათთვის გადაგდებული ძვალი, ის იყო მათი ფავორიტი. მაგრამ მე ვიცოდი ჩემი ძალებით და არანაირად არ ვფიქრობდი ბრძოლის ჭკვიანურად წარმატებას. აი 3 რაუნდი ვიცოდი რომ ჩეხვა, გლეჯვა, დაჭმა, რა ვიცი, ყველა თუ რამე სიტყვა შეიძლება ესეთი ვიხმაროთ, ვიყავი ყველაფერთვის მზად და გავედი აი აშკარად მოტივირებული, იმიტომ რომ ვიცოდი ეს ბრძოლა შესვლა ჩემ ცხოვრებაში. გამარჯობა, მე ვარ მერაბ დვალიშვილი, პროფესიონალი MMA მებრძოლი, რომელიც დღეს ვიბრძვი UFC-ში. ბავშვობაში წავუყურებდი ხოლმე, ხშირად წარმომედგინა მის ადგილზე ჩემი თავი და რა თქმა უნდა დიდი მოტივატორი იყო ჩემთვის და ალბათ ყველა კაცისთვის ეს ძალიან ისეთი კარგი ფილმია. მაგრამ დღეს არ ვიცი, რატომღაც არ მიფიქრია მე რაღაცა როკის პერსონაჟთან გაიგივება ჩემი თავის, ალბათ მე ცალკე პერსონაჟი ვარ, მე მერაბ დვალიშვილი ვარ, ასამჩეულებელი სოფლელი ბიჭის, რომელიც დავიწყე ვანიდან და ნიუ-იორკში ვარ დღეს UFC-ში ვიბრძვი. ალბათ მე რა ვიცი, სხვა გზა გავიარე და ვიყავი კონცენტრირებული 100%-ით ძიუდოზე და ვოცნებობდი ოლიმპიურ ჩემპიონობაზე. აი აქ ვეჭიდავი პირველად შავდათუაშვილს, რომელსაც მაშინ არავინ არ იცნობდა და მომიგო, რეალურად ჩემპიონი მომიგო, მაგრამ მაშინ არავინ არ იცნობდა, მაშინ საქართველოს ჩემპიონიც კი არ იყო შავდათუაშვილი და აი მაგიტო რაღაცა ჩემ თავში რაღაცა იმედგაცრუება თუ გაბრაზება ვიგზენი, იმიტომ რომ მე თქვი ეს უცნობი ბიჭი, რომელსაც საქართველოს კი არ აქვს მოგებული, როგორ მომიგო. მე თავი მაგარი მეგონა მაშინ და თურმე ეს ბიჭი მომავალი ოლიმპიური ჩემპიონია, მაგრამ მე ხო ეს არ ვიცოდი მაშინ. დავფიქრდი რომ მე ოლიმპიადაზე ალბათ ვერ მოვიგებ თქო და აი ჯობია მე თქვი ალბათ ისე აი შერეულ ორთაბრძოლებში გავაგრძელო ჩემი კარიერა. მებრძოლი ვანიდან 20 წლის მერაბ დვალიშვილი. ეს ახალი სპორტი იყო ჩემთვის MMA და მინდოდა რომ თავი გავომეჩინა ამ სპორტში და აი უკვე ამ სპორტით ცხოვრობდი რა. ეს იყო ჩემთვის ახალი სპორტი და უკვე აღარ მინდოდა რომ აი ოჯახის წევრები დაუშვათ შემეწუხებინა და აი მინდოდა რომ ჩემი ფინანსები მქონოდა, რაც რთული იყო ეხლა ამ პერიოდში ამ ჩხუბში თანხას არავინ არ მიხდიდა და ენთუზიაზმზე ჩხუბობდით რომ აი მოვა დრო და ქვეყნის საზღვარგარეთ გავვალთ და იქედან პროფესიონალურად დაგვიფასდებოდა ეს როცა მიზანი გაქვს ალბათ იღბალიც ადრე თუ გვიან მოვა შენთან. ეს შეხვედრა მოიგო მიულოცოთ მერაბ დვალიშვილმა. აგორჩიეს 3 გამორჩეული მებრძოლი სხვადასხვა წონით კატეგორიაში, რომლებსაც დაგვენიშნეს ამერიკაში ბრძოლა ნორთ-კაროლინას შტატში კამრებზე, მაგრამ ეს იყო მოყვარულებს შორის მოგცეს ვიზები მარტივად, იმიტომ რომ მე ჯარში ვსახურობდი და მიჩნეს რომ რადგან ჯარისკაცი ვიყავი, ამერიკაში ვერ დავრჩებოდი შესაბამისად. ჩავედით ამერიკაში ვიზორით, მოვიგეთ კამრებით, ჩამოვედით, ვიზები მქონდა რა. მე ჯარით დავამთავრე და მე ყველა ვარიანტში მინდოდა ამერიკაში წასვლა, იმიტომ რომ გამეგზელებინა სპორტი და თუ სპორტი არ გამოვიდოდა, ვიმუშავებდი, რადგან ეხლა საქართველოში ჩვენი ფედერაცია უკვე დაიხურა. ამერიკაში ჩავედი, სპორტისთვის ჩავედი, მაგრამ მალევე გავაცნობიერე, რომ სპორტით შეუძლებელი იყო თავის გატანა. იყო მხოლოდ მშენებლობაზე სამუშაო და იქ გარეთ შენდება სახლები, ანუ სიცივე, აი ყინვა იყო ყველაზე რთული. ამერიკაში წავედი, ინგლისური არ ვიცოდი და მაგის გამო კი რაღაც ჩემი უფროსი მეორე სათვლიდან გადავაგდე, იმიტომ რომ მითხრა რომ ფიცარი მომაწოდეო, ვისთანაც დავიწყე მუშაობა. და ხელში რომ მივეცი, მითხრა რომ ლივეო რა, ამერიკულად ნიშნავს რომ ლივე დატოვე, გაუშვი.
და მე მეგონა ლივე რაღაც დავაკავშირე, ანუ ლაივ ჩარტა რო იყო ხოლმე, ლაივი ვეწერა რა, ლივე, ალბათ მეთქი პირდაპირ ჩარტვა, ან პირდაპირ მომაწოდეო და მივაჭირე და რო ატეხა ქალები ტყვილი, მივხვდი რომ ვაგდები მეორე სათულიდან. და ნუ ვცდილობდი რა თქმა უნდა რომ დამატებით საბავშვო წიგნებით თუ რაღაცა ესე მესწავლა და მით უმეტეს ისეთ სპორტში ვარ, რომ აქ აუცილებელია იცოდე ინგლისური, რადგან შეგეძლო შენი თავის პრეზენტაცია. ჯერ უნდა იჩხუბო მოყვარულებს შორის, მოიგო კამარი, მოიხოჭო რაღაც სახელი, უკვე მოყვარულებში რო აღარავინ აღარ გეჩხუბება, უკვე მერე შემდეგ გადადიხარ პროფესიონალებს შორის. ვეხვეწებოდი ყველა ორგანიზაციას, რომ ჩემთვის ჩხუბები დაენიშნათ, მაგრამ არ მინიშნავდნენ ამერიკაში პროფესიონალურ ბრძოლებს, რადგან მეუბნებოდნენ, რომ შენი გულისთვის ბილეთის არავინ არ იყიდის, შენთვის გულშემატკივრები არ მოვლენ. MMA-ის ორთაბრძოლებს რო ვერ ვნიშნავდი, აი ეს ბოქსის ტურნირში ჩავერთე Golden Gloves-ი, ძალიან მაგარი ტურნირი არის. მაიკ ტაისონს არის ხუთაშორის მოგებული და 5 ეტაპი უნდა მოიგო, რომ ჩემპიონი გახდე, მე 4 მოვიგე. ფინალში როცა გადავედი და მივედი აწონებში, წონა უნდა ჩამებარებინა. დავხვდა კომისიის ერთი წევრი და მითხრა, რომ პროფესიონალი ვიყავი და აქ მონაწილეობის მიღების უფლება არ მქონდა და მითხრეს რომ მე ამ ტურნირიდან გამოგდებული და გარიცხული ვიყავი, აი რამაც აი კიდევ ძალიან დიდი იმედგაცრუება გამოიწვია ჩემში დავუდის მშენებლობაზე და დავივიწყე ბოქსზე ფიქრი. კიდევ მე მომატებოდა რომ აი ადამიანმა მომატყო ადვოკატმა რომელსაც ჩემთვის საბუთები უნდა გაეკეთებინა მან მე დამაიმედა რომ არ იჩქარო შეგვიძლია დაუშვათ აი ამ შენი 6 თვიანი ვიზის გასვლის შემდეგაც გავაგზავნოთ საემიგრაციოში მე მას რა თქმა უნდა დაუჯერე რაღაც გარკვეული თანხა გადაუხადე და აი როცა უკვე 2 დღე იყო ვიზაზე დარჩენილი ვადის გასვლამდე მან მითხრა რომ თუ ამ 2 დღეში არ მოხდებოდა მისდამ საბუთებს თუ არ მივაწვიდი, მე არალეგალი დავრჩებოდი ამერიკაში და აი მე ვიყავი ყველაზე აი ცუდ მდგომარეობაში, იმიტომ რომ უნდა დამეგროვებინა დიდი თანხა პატიოსანი შრომით, რომ დადგებოდა ის დღე, რომ დიდი თანხის დაგროვების შემთხვევაში გავაკეთებდი სხვა გზით საბუთებს, აი ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი იმედგაცრუება და ესეც იყო რამოდენიმე წელი დავკარგე, იმიტომ რომ საბუთები ვერ გავაკეთე ადვოკატის არასწორი ქმედების გამო. ყველა სამუშაოზე მიწევდა ფაქტიურად მუშაობა, აი დაწყებული ცემენტი, დამთავრებული ფანჯრებით, კარებით, დახურვით, ხის სამუშაოები და ეს ის პროცესია, როცა ტრაქტორი ვერ უდგებოდა და ეს მთელი მიწა ხელით ამოვიღეთ და ეს ხელით გადავყარეთ. ძიმე სამუშაო იყო, რადგან ბეტონების მტრევა გვიწევდა და ძალიან ფიზიკურად, ძალიან დამღლელი სამუშაო იყო ესეც. ყოველი დღე, როცა დილით ადრე ვიღვიძებდი და მივდიოდი მშენებლობაზე და ალბათ აი მასალების გადაზიდვით დაღლილი ვიყავი, აი ყოველთვის დავფიქრდებოდი ხოლმე, აი გამომივა კი, მივახწევ კი იმას ერთისაც ჩამოვედი, მაგრამ საღამოს როცა სამუშაოს რჩებოდი, აი ისე ვიღვიძებდა აი ოპტიმისტი, ისე ჯეროდა ჩემი თავის, ისე მივდიოდი ვარჯიშზე, შემართებით და ვარჯიშობდი, არ ვასწენდი ვარჯიშებს. ორი წლის შემდეგ დამენიშნა პროფესიონალური დებიუტი, მაგრამ მოწინააღმდეგე შემირჩიეს ძალიან ძლიერი უკვე ქაფრის მფლობელი პროფესიონალებს შორის და პირველივე შეტევის დროს მისი მარცხენა წინახელი მომხდა ცხვირში და ცხვირი გამიტყდა. საჯებმა ჩემ მოწინააღმდეგეს მიანიჭეს გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვება. ამ ბრძოლის შემდეგ დამირეკეს სხვა ორგანიზაციიდან მათ ჭირდებოდი იმისთვის, რომ იმას მოიგო ჩემთვის. მე ეს ვიცოდი, მაგრამ დავთანხმდი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი ჩემ ძალებში
და ნუ წონას დავიკელი, ჩაოლებებას ვიბრძოლე, მაგრამ ესეც ქულებით დავმარცხდი. და აი მაშინ ვიფიქრე, რომ მე თქვი არ ღირს პროფესიონალური MMA-ის ბრძოლა. ჯობია გავაგრძელო მუშაობა, მშენებლობას უფრო კარგად ვისწავლი, ან უფრო კარგ ხელობას ვისწავლი. არ ვიყავით არწმუნებული შემეძლო თუ არა კიდევ დაუშვათ გამეგრძელებინა. ღირდა თუ არა გამეგრძელებინა და ღირდა თუ არა UFC-ზე ოცნება. ამერიკაში არავინ არ გადაყვება თან როგორც სპორტსმენი და ეს უფრო კარგია, რადგან აქ თუ მოგაკდება ყურადღება საქართველოში სპორტსმენი ეგრევე ფსიქოლოგიურად ტყდება და ხშირ შემთხვევაში ანებებენ თავს და იქ პირიქით, ანუ იქ მე ყურადღების გარეშეც ჩემ თავზე მუშაობა ვისწავლე და ანუ მაგიტომაც ვთვლი, რომ დღეს რაღაც შედეგი მაქვს. ამ პაუზის შემდეგ დავწმუნდი ჩემ ძალებში და მივხვდი, რომ ეს ის საქმე იყო, რის იკეთებაც მე მთელი ცხოვრება მინდოდა და თუნდაც თანხის გარეშე, თუნდაც მაცავდა დამჯდომოდა, მე მინდოდა დამემტკიცებინა ყველასთვის თუ რა შემიძლია. ამის შემდეგ, როცა დავბრუნდი, დამინიშნეს ბრძოლები ისევ, რა თქმა უნდა, მე ვიყავი underdog-ი, ანუ მე ვიყავი მათთვის გადაგდებული ძვალი, ესე რომ ვთქვი, ანუ ჩემ მოწინააღმდეგეს უნდა გაემარჯვა ლოგიკურად, ანუ ის იყო მათი ფავორიტი. მოვიგე, კიდე შემდეგ ისევ ესეთივე ბრძოლა დამენიშნეს, ისიც მოვიგე, ესე მოვიგე 6 ბრძოლა და შემდეგ მთავარი იყო დანა ვაითის შოუ, რომელშიც იყო ჩემი მოწინააღმდეგე მართლა განსაკუთრებულად ძალიან ძლიერი, მაგრამ მე ვიცოდი ჩემი ძალები, წამდა ჩემი ძალების და ვიყავი საბრძოლველად ზად, აი 3 რაუნდი ვიცოდი, რომ ჩეხვა, გლეჯვა და გავედი აი აშკარად მოტივირებული, იმიტომ რომ ვიცოდი ეს ბრძოლა შესვიდა ჩემ ცხოვრებას და ამ ბრძოლის შემდეგ მე გადავიდოდი UFC-ში და პირველივე შეტევაზე 15 წამში დავანოკაუტე ჩემი მოწინააღმდეგე და გადავედი UFC-ში. Even though it's my birthday, I brought something for you. This guy. Do it! You do it! What am I doing? You're in! You're in! ჩემი პირველი ბრძოლა, რომ დამენიშნა, რა თქმა უნდა, ჩაოლებრად ვემზადებოდი, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ალბათ ის იყო, რომ აი ვიტამინებს არ ვიღებდი, დამატებით არასოდეს არ მიყია და რაღაც იმუნური სისტემა დამესვდა და გავცივდი, ყელი ამტკივდა, სიცხე მომცა, ბრძოლის დღეს აი გაყინული ვიყავი, მციოდა და ერთი წუთის ჭიდაობის შემდეგ აი დავიღალე საშინლად, როგორც არასდროს. აი ვიგზენი რომ აი ეს წინა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს ავადმყოფობა ეს სიცხიანი რო ვიყავი, აი უკვე იმოქმედა და უკვე დავიღალე ფილტვები უკვე დამეღალე, კი ჭიდაობდი, მაგრამ აი უკვე ეგ თავიდანვე ვიგზენი, პირველ წუთზე ვიგზენი რომ დავიღალე და მე ჩხუბი გამიჭირდებოდა ძალიან ამ ჩხუბის ბოლომდე მიყვანა. Here are the totals. Judge Cleary has it 29-28, Dvalishvili. Judge McCarthy, 29-28, Signs. And Judge Rosales has it 29-28. Your winner by split decision, Frankie Signs.
აი ეს ბრძოლა როცა დაინიშნა, უკვე უბედნიერესი ვიყავ, უკვე ვიცოდი რომ აღარ გავცირდებოდი, ვიტამინებსაც ვიღებდი და პირველი რაუნდი ნოკდაუნშიც გავუშვი ჩემი მოწინააღმდეგე და სამივე რაუნდი დომინირებდი და როცა იყო ბოლო წუთი დარჩენილი, ჩემი მოწინააღმდეგე უკან დაიწყო სვლა და მე მოვინდომე მეტი რომ წამეცია ჩემი მოწინააღმდეგე და ზემოდან ეფექტურად დარტყმებით დამევთავრებინა ბრძოლა. რო წავაქციე თავი დავარტყი იატაკზე და აი მაშინ თავი დამეხვა ოდნავ და აი მაგდროს მოახერხა რომ ამიღო მახრჩობელა ილეთი. დავიწყე ფეხების მოძრაობა რომ ყველას დაინახა რომ არ ვარ გათიშული და სადღაც შესაბამისად სწორად მოიქცა და არ გამაჩერა იმიტომ რომ ხედავდა რომ მე აქტიური ვიყავი არ მეძინა. Still kicking those legs. Can Dwalish-Willie continue to fight? Give the thumbs up, my goodness. Approaching 10. Final 10 seconds. Dwalish-Willie keeps the bicycle churning. Final seconds of the fight. Where's the horn? There it is. My goodness. He's not out. No, he's okay. Merab Dwalish-Willie with the heart of a lion. რო დამთავრდა 15 წუთი ამოიწურა, გაუძელი, არ დავარტყი ხელი, თვალები არ დავხუჭე, არ დამეძინა, ესე იგი მე მოვიგე. Ladies and gentlemen, referee Liam Kerrigan has called a stop to this contest at the end of round 3, declaring the winner by TKO, Ricky Simon. გამოაცხადეს, რომ რიკი საიმონმა გაიმარჯვა ტექნიკური ნოკაუტით, რაც რა თქმა უნდა აბსურდი იყო, რასაც არ ეთანხმება არც ერთი UFC-ს მაყურებელი, არც ერთი სპორტში ჩახედული ადამიანი. ყველა აღიარებს, რომ ეს იყო აშკარა საჯების შეცდომა. Right here, winner. The winner. 3-0-ზე უნდა რომ, ეხლა სამივე მოგება უნდა მქონდეს UFC-ში. მაგრამ ორი წაგება მაქვს საჯების გამო რა. ამ ბრძოლის შემდეგ მთელი ერთი თვე მიუძღვნეს MMA გადაცემები და ძალიან ისეთი კრიტიკის ქვეშ გაატარეს ეს საჯები ხალხში. შემდეგ მირეკავენ და მეუნებიან რომ დამასახელეს ღამის საუკეთესო მებრძოლად და გადმომცეს $50,000 ბონუსი დამატებით და ეს იყო რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიხარული. არა იმისი რომ თანხა 50,000, ეს იყო დაფასება, ეს იყო ის რომ მართალია საჯებმა მებრძოლა წამართვეს, მაგრამ ყველამ დაინახა რომ როგორი ბრძოლა ვაჩვენე და როგორი კარგი სანახაობა. რაც მოხდა, მაგრამ მე ვერაფერი ვერ გამაჩერეს და ყველაფერი არის წინ. დიდი მადლობა ყველას გამხნევებისთვის, უშემატკივრობისთვის. მე ვაგრძელებ ჩემს კარიერას, შებართება მაქვს ისე როგორც არასდროს. ყველაფერი არის წინ. როცა ბრძოლა დამენიშნა მოსკოვში, რა თქმა უნდა, უბედნიერესი ვიყავი, რადგან საშუალება მომეცა, რომ მოსკოვში ჩვენი ქართული დროშა ამეფრიალებინა და დაგვენახებინა კიდევ ერთხელ ყველასთვის, ჩვენი ქართული ძალა და ჩვენი ღირსება. რა თქმა უნდა, მომზადე კარგად ამ ბრძოლისთვის და უკვე აი წინა ბრძოლებიდან მიღებული სამწუხარო გამოცდილება გავითვალისწინე და ჭკვიანურად ზედმეტი რისკის გარეშე შევძელი და დავამარცხე ჩემი მოწინააღმდეგე ტერიონ ვორი. ჩემი მთავარი მიზანი არის მოვიპოვო UFC-ს ქამარი. ვფიქრობ, რომ ეს შემიძლია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ქამარი საქართველოში ჩამოვიტანო. მინდა რომ კარგი მაგალითი მივცე, აი პატარა ბავშვებს თუნდაც ჩემ სოფელში რო ცხოვრობენ და მათ დაინახონ ის რომ შომა დაფასდება და შომა ფასდება და აი მათთვის მისაბაძი ვიყო.
Nice counter left from Dvalishvili for some ground and pound late. No one. There you go, beautifully timed takedown. Really was fantastic work. Busy with the legs. Okay, with the game plan from Dvalishvili. Oh, what a perfect section. And the fight's not over yet, still 40 seconds. This contest for the winner,